მოგესალმებით, მე ვარ კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ჩემთან სახლში იყო სამი ბიბლიოთეკა ფაქტიურად. ერთი ეკუთვნოდა ბაბუას, ეს იყო ლიტერატურა ძირითადად და მამაჩემის ბიბლიოთეკაში იყო ფილოსოფია, იყო ასევე ფილოლოგია და მამიცას ბიბლიოთეკაში იყო ისტორია. წიგნი ეს უპირველეს ყოვლისა არის სულიერება. ჩემთვისაც ასე იყო. წიგნის იყო ერთგვარი შესასვლელი იდუმალ სამყაროში, როგორც ბავშვისთვის, ჩემთვის. მე წერა-კითხვა ბაბუამ მასწავლა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, მან მასწავლა წერა-კითხვა და პირველი ვაჟა-ფშაველა იყო, თუმცა ის, რაზეც მე მინდა გესაუბროთ, ეს ვაჟა-ფშაველას ძმა არის, თედორ აზიკაშვილი. ეს ვაჟა-ფშაველას რაღაცნაირი გაგრძელებაა და განვითარებაც კი მე ვიტყოდი, იმ ერთი რაღაცა თემის, რასაც ქვია ბუნების ამეტყველება. როგორია მონადირე, ან როგორია მაგალითად კამეჩი მარიამი, როგორი არის მურია, სახეები, მართლაც საოცარი სახეები, ესე როგორც ფიროსმანს აქვს, ხო, თავის ცხოველების სახეების მიღმა რაღაც ჩადებული არა, რომელიცაც ვერ ვიტყვით, რომ მარტო ცხოველები არიან ისი. ამ წიგნს მე დაახლოებით 1 წლის მანძილზე სულ ვკითხულობდი. ყველას ურჩევ, რომ პერიოდულად დაუბრუნდნენ წიგნებს. რაც შეეხება ბეჭდების ბრძანებელი ეს არის გერმანულად წავიკითხე თავიდან, შემდეგ უკვე ინგლისურადაც. ჩემი შვილები, რომლებიც სკოლაში სწავლობდნენ, მათ დაიწყეს ამის კითხვა და აქედან დავინტერესდი. არ ვიცოდი ამის შესახებ. მართლაც განუმეორებელი პერსონაჟები არიან, რომლებიც შეუძლებელია დაგავიწყდეს თუ მათ ერთხელ მაინც წაიკითხავ. ეს უკვე ეს არის გერმანულენოვანი პოეზია. გერმანულენოვანი პოეზიას მე ბავშვობიდან ვეზიარები, რამდენადაც გერმანულ საბავშვო ბაღში დავდიოდი და გერმანულ ლექსებს სწავლობდით. ეს არის გერმანულენოვანი პოეზია, ჩემს მიერ თარგმნილი. აქ არიან გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ავტორები. 10 წლის ვიქნებოდი, სხვათა შორის მძიმედ ვიყავი ავად. ეგრეთ წოდებული ბატონები, რასაც ქვია და აი მაშინ დავიწყე ამ წიგნის კითხვა, ეს არის საგა. ეს არის ამბავი ხუცესზე, მღვდელზე, რომელიც გალოდდა და რომელიც სულიად დეგრადირდა მართალია, მაგრამ იცით რაზეა ლაპარაკი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის რა კარგი ადამიანია მაინც. ის როგორც არ უნდა წახდეს, ის მაინც თავის რაღაც ღვთიურობას ინარჩუნებს. აი ეს არის აი ჰუმანიზმის ძირითადი ამოსავალი წერტილი. ხოჭ შვედეთში, როდესაც ვიმოგზავრე, მე პირველად ეს იყო 2007 წელს. სოფელიც ნახე და ეკლესია ის, რომელიც ამ წიგნში არის აღწერილი და ჩემს თვალწინ თითქოს გაცოცხლდა ეს. სამყარო, რომელიც არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენი გზნობის ორგანოებით აღვიქვამთ, არამედ ის გაცილებით მეტია. აი, რა მასწავლა აი ამ წიგნმა. წიგნიერების გარეშე ჩვენს ცხოვრებას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დააკლდება.